ვაქცინით მართვადი დაავადებები, წითელა, ყივანახველა და დიფტერია ევროპის რეგიონში ბრუნდება. ამ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს, რაც საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ევროპის იმუნიზაციის კვირაულის ფარგლებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და UNICEF-ი მოუწოდებენ მთავრობებს იმოქმედონ ახლავე, შეინარჩუნონ მიღწეული პროგრესი, შეამცირონ იმუნიზაციის ხარვეზები და უზრუნველყონ ვაქცინების ხელმისაწვდომობა ყველასთვის და ყველგან. წითელა შემთხვევებმა საქართველოში, მათ შორის კახეთშიც იმატა. Როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებებისაგან, თემაზე ვსვათ ვისაუბრებთ გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგ ეკა ბურდიაშვილთან. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით. როგორც ვიცით, კახეთში წითელას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, გვაქვს თუ არა ყივანახველას და დიფტერია შემთხვევებიც. მოგახსენებთ, რომ ევროპის იმუნიზაციის კვირეული ყოველწლიურად აპრილის ბოლო კვირაში აღინიშნება და მისი სლოგანია აცერი და დაიცავი. შესაბამისად, ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას იმუნიზაციის სასიცოცხლო მნიშვნელობის როლზე. რომელიც იცავს ყველა ასაკის ადამიანს ვაქცინებით მართვადი დაავადებისაგან. იმუნიზაცია მინდა გითხრათ, რომ შესულია ყველა დროის უდიდეს სამედიცინო მიღწევათა ათეულში და შესაბამისად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ყველაზე ეფექტური ინტერვენცია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ყოველწლიურად 3-დან 5 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა არის შესაძლებელი სწორედ იმუნიზაციის დამსახურებით და შესაბამისად იმუნიზაციის დამსახურებაა, რომ მართვადი დაავადებების, ავადობის და სიკვდილიანობის შემთხვევები მსოფლიოში შემცირებულია. იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ წელს მოხდა ისე, რომ იმუნიზაციის კამპანიას კვირეულს დაემთხვა წითელას სიტუაციის გამწვავება საქართველოში. ევროპაში არის პირდაპირ ეპიდაფეთქებები წითელა, წითურა, ბაყურის და შესაბამისად გარკვეული ღონისძიებები უნდა იყოს დასახული, რომელიც ცენტრმა დაგვისახა და შესაბამისად ვახორციელებთ მუნიციპალურ დონეზე. კერძოდ ეს მოიცავს სამედიცინო დაწესებულებების პერსონალის აცრის სტატუსის გადამოწმებას, ვინაიდან არ მოხდეს ნოზოკომიური ინფექციების გავრცელება და დაავადებების არ გაგვივრცელდეს და შესაბამისად სამედიცინო კადრის ავადობა არ მოხდეს. ასევე ბავშვთა ორგანიზებულ დაწესებულებებში უნდა გადაიხედოს აცრის სტატუსები ორგანიზებულ ბავშვთა, რათა არ მოხდეს სწორედ გავრცელება ამ ეპიდემიის გამწვავება. გამომდინარე იქიდან, რომ წითელა არის საკმაოდ კონტაგიოზური, ადვილად გადადის და საკმარისია, რომ შეხვდეს ვინმე აუცრელი ან და არასრულად იმუნიზირებული ბავშვი, რომ გარკვეულ პროცენტში ხდება, ძალიან მაღალ პროცენტში ხდება დაინფიცირება. ახლა როგორი სტატისტიკა გვაქვს კახეთში? ვიცით, რომ 2 შემთხვევა დაფიქსირდა, თუ არის დიფტერიას და ყივანახველას შემთხვევებიც გავრცელებული? კი ბატონო. ანუ კახეთში გვაქვს 2 შემთხვევა, ერთი შემთხვევა იყო მარტის თვეში, მეორე აპრილის თვეში, ეს არის მაღალ ასაკში. ანუ ეს ის პერიოდია, როცა თქვენ ალბათ კარგად გახსოვთ 2013 წლისთვის საქართველოში წითელას მასიური კამპანია რატომღაც ანტივაქსერული ინიციატივებით ჩაიშალა და შესაბამისად მოცვა ვერ მოხდა ქვეყანაში. უკვე მისული იყო ქვეყანა ელიმინაციის წინაშე, ანუ წითელას ელიმინაცია ერთი შემთხვევაც კი ეპიდაფეთქებად ითვლებოდა, თუმცა აი ჩაშლილმა იმუნიზაციის კამპანიამ 2013 წელს და ძირითადად ჩაიშალა თბილისის მასშტაბით და რეგიონებმა შედარებით კარგი მოცვა დადეს წითელაზე ვაქცინაციით და შესაბამისად დღევანდელი შემთხვევები სწორედ აი უკავშირდება თბილისში ეპიდაფეთქებებს. ესე იგი არ იყვნენ ხო ეს ადამიანები აცრილები? კი, რა თქმა უნდა, არ იყვნენ აცრილები და შესაბამისად დაინფიცირდნენ. აი ზოგს არ ახსოვს არის თუ არა აცრილი, ან გადატანილი აქვს თუ არა და როგორ დაიცვას თავი ამ დაავადებისგან? ან როგორ გადაამოწმოს სტატუსი? თქვენ ახსენეთ, რომ სტატუსის გადამოწმება არის მნიშვნელოვანი. არსებობს ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრა, ესეთი პროცედურა, სადაც განისაზღვრება, ანუ სისხლში ანტისხეულების რაოდენობა. შესაბამისად, ის ზღვრული ნორმა თუ არის მიღწეული, ესე იგი შესაბამისად პაციენტი აცრილი ან და ჩატარებული აქვს აცრები.
თუ ადამიანმა გადაიტანა წითელა, ყივანახველა, დიფტერია, არის თუ არა იგი დაცული, რომ აღარ შეხვდება? რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, რომ 99%-ში წითელა, წითურა, ბაყურა, დიფტერიას გეგმიურად ჩატარებული, თავის დროზე ჩატარებული ვაქცინაცია უზრუნველყოფს 99%-იან დაცვას ბავშვების და შემდგომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. ამიტომ ერთადერთი ალტერნატივა სწორედ ამიტომ განგაშებს მთელი საინფორმაციო კამპანია, რომ აუცილებელია მივიდეს მოსახლეობის ყურამდე, რომ წითელას ვაქცინაციამ და ზოგადად ვაქცინაციამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვების ჯანმრთელობაში. დიახ, ვიცით რომ განსაკუთრებით საშიში არის ორსულებისთვის. აი რა ზიანის მოტანა შეუძლია? კი ბატონო, წითელას გართულებები წარმოადგენს პნევმონიები, ენცეფალიტები, მხედველობის დარღვევები, სმენის ორგანოს დაზიანებები და განსაკუთრებით კი გართულებებიდან აღსანიშნავია სწორედ ორსულთა წითელას შემთხვევები. ასეთ დროს იზრდება რისკი ნაადრევი მშობიარობის და შესაბამისად ნაკლებწონიანი ნაყოფის დაბადების რისკები. დიახ, აი ბევრმა დღემდე არ ვიცით, გადავიტანეთ თუ არა წითელა, ან ვართ თუ არა აცრილები და რას გვირჩევთ ასეთ ადამიანებს? ასეთ ადამიანებს ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, თუ წარმოადგენთ რისკ ჯგუფებს ხართ, მაგალითად სამედიცინო პერსონალი, ორგანიზებული დაწესებულებების პერსონალი, რომელსაც ბავშვებთან კონტაქტი გაქვთ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თუ გიხდებათ დიდხანს ყოფნა და კომუნიკაცია, აუცილებელია ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით გავიკეთოთ ანტისხეულების ტიტრი, შევისწავლოთ ჩვენს ორგანიზმში სისხლის გზით და შესაბამისად ვიყოთ მშვიდად, რომ თუ იმ შემთხვევაში თუ გამწვავდება უფრო მეტად საქართველოში ეპიდსიტუაცია და არ არის გამორიცხული, რომ გამწვავდეს გამომდინარე იქიდან, რომ სააღდგომო დღეები იყო, თბილისიდან იყო მიგრაცია გარკვეული მოქალაქეების, მოგეხსენებათ ეს ტრადიციაც არის სააღდგომო და შესაბამისად არის რისკები, რომ ინფექცია გავრცელდეს რეგიონებში, პერიფერიაზე და განსაკუთრებით მათთვის არის საშიში, ვისაც არასრულად ან და საერთოდ არ აქვს ჩატარებული წითელაზე ვაქცინაცია. აი ჩვენ ვიცით, რომ ბავშვები წითელაზე 1 წლის და 5 წლის ასაკში იცრებიან და როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებით, ისინი 99% არიან დაცული, მაგრამ რამდენი წელი იცავს ეს ვაქცინა მათ? მინდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრება იცავს, იმდენად გაფილტრული, იმდენად რეკომენდებული და იმდენად ლიცენზირებული ვაქცინები მიეწოდება ქვეყნებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული, რომ საკმაოდ 99%-იანი დაცვა აქვს მთელი ცხოვრების მანძილზე იმუნიტეტი აქვს, ესე იგი ორგანიზმს. გარდა ამისა, გავრცელებული არის ჩუტყვავილა და ქუნთრუშაც, რომლებზეც საქართველოში აცრა არ არის, ხომ? ხსენებათ, რომ საქართველოში 13 დაავადებაზე პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით 13 დაავადებაზე ხდება ვაქცინაცია მოზარდების. ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემსახურება უფასოდ და ვაქცინაცია არის სრულიად უფასო. დიახ, რა დაავადებებია? და ეს დაავადებებია ტუბერკულოზი, ბ ჰეპატიტი, დიფტერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, IPV, არის როტავირუსული ინფექცია, პნევმოვირუსული ინფექცია, არის ასევე წითელა, წითურა, ბაყურა და პაპილომავირუსული ინფექცია. ამ ინფექციებზე არსებობს 7 სახის ვაქცინა გამოიყენება, რომელშიც კომბინირებული სახით ზოგიერთი ვაქცინა მონოვაქცინის სახით არის, ზოგიერთი არის კომბინირებული იმისათვის, რომ თქვათ ერთჯერადი, ანუ კომფორტული გახადეს უფრო და ერთი ჩხლეტით შესაძლოა, რომ 4 და 6 დამცველობითი უნარის მქონე ანტისხეული ხელოვნურად შეიყვანონ ორგანიზმში იმისათვის, რომ დაცული იყოს ბავშვი და მოზარდობის ასაკში და რა თქმა უნდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ხოლო რასაც ქვია ჩუტყვავილის აცრა, ჩვენი პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მიხედვით არ არის გათვალისწინებული, გამომდინარე იქიდან, რომ სტატისტიკურად საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევები არ აჭარბებს იმ
რაოდენობას იმ საგანგაშო ზღვარს, რომ პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში ჩაჯდეს. ეს არ არის ისეთი შედარებით მსუბუქი ინფექცია და შესაბამისად ეს არის თუმცა სიკვდილიც გამოიწვია ჩვენ ვიცით საქართველოში ბავშვი გარდაიცვალა. კი, გართულებით შესაძლოა, მაგრამ იმ დაავადებებს, იმ პრიორიტეტულ დაავადებებს შორის, რომელიც 13 დაავადებად ჩამოთვალეთ, განსაკუთრებულად მას არ აქვს ისეთი გავრცელების და მაღალი გართულებების რისკი. და ქუნთრუშაძე რას გეტყვით? ქუნთრუშაც ასევე ეს მსუბუქი ინფექცია, რომელიც ექვემდებარება უბნიდან შეტყობინებას 58-3, ანუ ყოველთვიურ შეტყობინებას, არის ინფექციები, რომლებიც მოგეხსენებათ, რომ სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება თითოეული შემთხვევა. აი რომელია ეს, რომელიც სასწრაფო შეტყობინებას და წითელად თუნდაც ანუ ისეთი დაავადებები, რომლებიც პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით უკვე კარგახანია მოქმედებაშია და წესით ასეთ შემთხვევები არ უნდა ფიქსირდებოდეს ქვეყანაში. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მადლობა თქვენ.